გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია. ეს Wellness პოდკასტია ჯანსაღყვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ჩემი სტუმარია თამუნა მამადაშვილი, პიროვნული განვითარების ტრენერი, კოუჩი, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ შინაგან ბავშვზე, ასევე ჰოლოტროპულ სუნთქვაზე, როგორ უნდა გადავამუშავოთ ჩვენი ტრამვები ამ ტექნიკებით. გამარჯობა თამუნა. მოგესალმები, პირველ რიგში მადლობას გიხდი მოწვევისთვის. ძალიან მიხარია, რომ ხარ დღეს ჩემი სტუმარი და კეთილი იყოს შენი მობრძანება. დიდი მადლობა. ვისაუბროთ ახლა ჩვენ დავიწყოთ შინაგან ბავშვზე საუბარი. მე პირადად სხვადასხვა ვორქშოპებში მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება შინაგან ბავშვთან მუშაობის, მაგრამ ესეთი სიღრმისეული არა. ერთი სული მაქვს, რომ გაგვიზიარო ამასთან დაკავშირებით და გითხარი ზოგადად რა არის ეს შინაგანი ბავშვი? მადლობა კითხვისთვის. შინაგანი ბავშვი ვართ ჩვენ 0-დან 3, მაქსიმუმ 5 წლამდე. სადაც, ესე იგი, სანამ ეგო ჩამოყალიბდებოდა და აქ ჩაწერილია ამ ბავშვთან ყველა ის ტრამვა, რაც იმ პერიოდში ხდებოდა. ეხლა ბავშვი შეიძლება იყოს ძალიან ლაღი, მას აქვს ემოციების სრული გამა, ესე იგი, უკიდურესი სევდიდან დაწყებული უკიდურესი სიხარულით დამთავრებული და შუაში რაც გვაქვს. და როდის გვიშლის ხელს, როცა ბავშვი არ არის განკურნებული. როდესაც ადამიანი ხდება ისეთ სიტუაციაში, სადაც ეს ტრამვა ტრიგერდება, მას არ შეუძლია ამ კონკრეტულ სიტუაციას გაუმკლავდეს როგორც ზრდასრული და აგდებს უკან იმ 3 ან 5 წლის ასაკში და გვაძლევს ისეთ რეაქციას, როგორსაც მოგცემდა 3 ან 5 წლის ბავშვი. და რომ უყურებ ამ ადამიანს, არ გაქვს განცდა, რომ ზრდასრულს ესაუბრები. შეიძლება მოაწყოს ტანტრუმი, ცრემლები, მოკლედ ემოციები გამოხატოს, ფეხების ბაკუნიდან დაწყებული, რაც ბავშვებს ახასიათებთ, როდესაც ბრაზობენ, ყველაფერი შეიძლება იყოს გამოხატული. ანუ ადამიანი იკარგება იმ მომენტში, კარგავს, აწმყოს განცდას, აღარ არის აქ და ახლა, თვალებში ჩანს ეს ხოლმე და ხდება ბავშვი. შესაბამისად, ამ დროს ძალიან რთულია, ესე იგი, პროცესის მართვა, იმიტომ რომ თუ შენ ზრდასრულივით ესაუბრები, მიუწვდომელია ზრდასრული მეორე მხარეს და პრობლემის მოგვარება როგორც წესი შეუძლებელია, სანამ არ დამშვიდდება და სანამ არ დაბრუნდება ისევ ზრდასრულის როლში. და მაგალითად ეხლა ეს რაღაც სხვადასხვა სიტუაციებში ემართება, ხო, ადამიანს და რა თქმა უნდა, სტრესის დროს ტრიგერდება როგორც წესი. სტრესის დროს მაგალითად, ესე იგი, ბავშვი ვერ აღიქვამს, ეხლა დედა მაგალითად მიდის და საყიდლებზე მიდის, უნდა მოიტანოს პროდუქტები, ხო? ბავშვს არ აქვს დროის აღქმა. ანუ ის გრძნობს და ფიქრობს, აღიქვამს, რომ დედა მიატოვა. ამ შემთხვევაში ალბათ არ აფრთხილებენ, ხო? რაღაც ტექნიკები არსებობს, რომ ტრამვა არ ჩამოყალიბდეს, ალბათ უნდა გააფრთხილო, შეუთანხმდე, თუ მაინც არ მუშაობს. რაც არ უნდა იდეალურად დაგეგმო ეს ყველაფერი, ადამიანები ვართ და მაინც რაღაცა ტრამვებს ჩვენ დაუნებურად ვაყენებთ. შესაბამისად, ერთადერთი სწორი გზა შეიძლება იყოს, რომ როდესაც იზრდება ადამიანი, თვითონვე აიღოს პასუხისმგებლობა ამ ტრამვების მოშუშებაზე და მათ ინტეგრაციაზე, იმიტომ რომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ აუცილებლად უნდა ჩამოვიჭრათ ეს ნაწილი ან სადღაც დავმალოთ. აუცილებლად უნდა მოხდეს ამისი გაცნობიერება, თვალებში შეხედვა და ინტეგრაცია. გასაგებია. და მაგალითად შესაძლებელია, რომ ძალიან ღრმა ტრამვა და ჭრილობა ფსიქოლოგის გარეშე გააცნობიეროს ადამიანმა და მოიშუშოს, თქვა, ტექნიკების დახმარების გარეშე. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მაშინ უნდა შეინარჩუნოს გვერდხედი. გვერდიდან დამკვირვებლის პოზიციიდან უნდა დააკვირდეს თავის ემოციებს, თქვათ. ეხლა რას გრძნობ, რა ამოდის,
საიდან მოდის პირველად, როდის ვიგრძენი. არის ეგეთი მიმართულებები, როცა შენ თავს უსვამ შეკითხვებს, თვით კოუჩინგი არის ეგეთი მიმართულებაც, სადაც თქვათ აცნობიერებ ისე რომ მეორე ადამიანი შეიძლება არ ყავდეს, არც კოუჩი, არც თერაპევტი, მაგრამ გაცილებით უფრო სწრაფად მუშაობს, როდესაც ან ინდივიდუალურად მუშაობ თერაპიაში, ან ჯგუფთან ერთად. მაგრამ ჯგუფი გაცილებით უფრო სწრაფია ხოლმე, იმიტომ რომ ეს ადამიანები რეზონანსის პრინციპით იკრიბებიან. როგორც წესი ვთქვათ, 15 ადამიანიდან შეიძლება 2 ან 3 თემად იყოს დაყოფილი და ვთქვათ 5-ს ერთი თემა აქვს, 5-ს მეორე, დანარჩენ 5-ს მესამე. და როდესაც ერთი ყვება, დანარჩენები უსმენენ, რომ ვაიმე, ეს ჩემზე ყვება. და შესაბამისად, ადამიანები გრძნობენ, რომ მარტო არ არიან ამ თავის ტანჯვაში, ასე ვთქვათ, და სხვებიც გადიან იგივე გზას, უჩნდებათ განცდა, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. და მიზანი არის ის, რომ ერთმანეთს ვეხმარებით. ანუ მთელი ჯგუფის მიზანი არის, რომ იმ ერთ ადამიანს დაეხმაროს. და რეალურად ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. რა თქმა უნდა. და აი საინტერესოა ვთქვათ ეს კონკრეტული, ვთქვათ აი რა შემთხვევები გქონია, რომ გაგვიზია, რომ ისეთი თუნდაც აი ვთქვათ დედამ დატოვა ბავშვი, მაღაზიაში წავიდა და აი როგორ ტრამასტოვებს, ვთქვათ დასრულ ასაკში, როგორი გამოვლინება აქვს აი ამ კონკრეტულ შემთხვევას, რაც ახსენე. მიტოვების ტრამვა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება უკვე როცა იზრდება, პარტნიორი უბრალოდ გაფრთხილების გარეშე წავიდეს, ან შეხვდეს მეგობარს, მოაწყოს არაადეკვატური ეჭვიანობის სცენები, გაბრაზდეს, იტიროს, მოკლედ, რეაქციები ქონდეს ძალიან მძაფრი. იმაზე მძაფრი, ვიდრე უნდა ქონდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ყოველ ჯერზე, როცა მისგან მიდის მისთვის ძვირფასი ადამიანი, გაუფრთხილებლად, ირთვება ეს ტრამვა, აბრუნებს და იგივე ემოციებს გამოხატავს, იგივე ემოციებს განიცდის. აქ მოკლედ წყინს ძალიან ადვილად და ასე შემდეგ. როგორც წესი, ამ შემთხვევაში თუ დედა და მამა დასამუშავებელი აქ ადამიანს, ძირითადად პარტნიორებზე აკეთებს ხოლმე ამის პროექციას და ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეხა ერთ-ერთ გვერდზე შემხვდა ესეთი ფოტო, სადაც იყო, რომ ჩვენ პარტნიორობაში ვეკონტაქტებით ერთმანეთის შინაგან ბავშვებს. იმიტომ რომ შესაძლოა, რომ ადამიანები ერთმანეთს ხო ვეხმარებით. რა თქმა უნდა. შესაბამისად, ვისაც როგორ აქვს, თქვათ, თუ მე დედამ მყავს დასამუშავებელი და პარტნიორს მამა, მე შევდივარ მისი მამის როლში, ის შედის დედაჩემის როლში და ასე ვეხმარებით ერთმანეთს. ის ტრიგერები რაც ამოდის, რომ თვალი გავუსწოროთ და გადავამუშავოთ. ყველა არ ვირჩევთ პარტნიორებს ესე იგი. რა თქმა უნდა. როგორც წესი, პირველ ეტაპზე, ცხოვრების პირველ ეტაპზე, ჰოლოტროპზე და შინაგანი ბავშვით მუშაობისასაც კარგად ჩანს ხოლმე. სტატისტიკურად რაც არის ხოლმე, იმას ვიტყვი, მოკლედ. პირველ ეტაპზე, როგორც წესი, ადამიანები ირჩევენ დედის ან მამის მსგავს პარტნიორებს. ორივე უნდა გაიაროს, იმიტომ რომ ბავშვი ვერ ხვდება, რა თამაშს თამაშობენ ზრდასრულები. და რომ იზრდება, მისი მიზანი ხდება, რომ გაერკვიოს, რა ხდებოდა დედას და მამას შორის. რატო იყვნენ უბედურები? რატო ჩხუბობდნენ ხოლმე? თქვათ, რატო გაურბოდნენ ერთმანეთს და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად, ეს რო გაიგოს, თავის ტყავზე უნდა გამოცადოს. ამიტომ ჯერ ირჩევს დედის მსგავს პარტნიორს, თვითონ შედის მამის როლში, რომ მამას გაუგოს შიგნიდან, რაც გრძნობდა დედასთან. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე წრეზე წავიდეს, თუ ვერ გააცნობიერა რაში არის. ანუ პირველი პარტნიორები, თქვათ, გარდატეხის ასაკიდან მოყოლებული, პირველი, მეორე, მესამე, ხუთი პარტნიორი შეიძლება გავდეს მხოლოდ დედას. შემდეგ უკვე არის, რომ გავს ხოლმე მამას, თვითონ შედის დედის როლში და შიგნიდან უნდა გაუგოს დედამის, რას გრძნობდა მამასთან ურთიერთობაში, ხო? იდეალური შემთხვევა არის ხოლმე, როცა ამას ხუმრობით ვამბობთ ხოლმე, რომ იდეალური შემთხვევა, როდესაც პარტნიორი ორივეს გავს, დედასაც და მამასაც. ამ შემთხვევაში ერთდროულად ამუშავებს
ორივეს როლს. და მე უკვე მესამე სცენარი რაც არის ის, რომ ადამიანს აქვს არჩევანი, თავისი ლიბიდოდან გამომდინარე, თვითონ როგორი ტიპაჟები მოსწონს, როგორც ეწყობა, როგორც ბიოლოგიურად, ისე ხასიათით, მენტალურად, ემოციურად, უკვე ამიტომ არის ხოლმე, რომ უკვე ზრდასრულობაში შექმნილი ოჯახები და ქორწინება და პარტნიორობა უკვე არის ის, ვინც ნამდვილად არის ჩვენი არჩევანი. პირველ ორ შემთხვევაში, რაზეც ვისაუბრე, იქ ჩვენ არჩევანი არ აქვს. იმიტომ რომ ბავშვს იმდენად უყვარს დედა და მამა, იმდენად უნდა რომ იყვნენ ბედნიერები, რომ მათ გამო უნდა რომ გაუგოს ჯერ და მერე დაეხმაროს, ანუ მოახდინოს მათი რეაბილიტაცია. მაგრამ შენ ახსენე ხარ რაღაც გვიან ასაკში და ხო შესაძლებელია რომ ვერ დაამუშავო ეს ტრავმა და გვიან ასაკში ისევ აირჩიო ზუსტად კი, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს ამას, მთელი ცხოვრება შეიძლება დარჩეს დედას რომ გავს ისეთ პარტნიორთან, ან მამას რომ გავს ისეთ პარტნიორთან და ამას აბსოლუტურად ვერ აცნობიერებდეს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს ესეა, მაგრამ არ არის ტოქსიკური. ანუ თქვათ, არის მამას გოგო, მაგრამ მამა იყო ისეთი, რომ რაღაცა ანებივრებდა, ძალიან კარგ პირობებს უქმნიდა და გოგონა დაფასებულად გრძნობს თავს, ჯანსაღი მამის მოდელი აქვს, ამ მოდელითვე შეარჩია პარტნიორი და ძალიან ბედნიერია ამ პარტნიორობაში. ესეთ ადამიანს ხელი არ უნდა ვახლოთ. მესმის. იმიტომ რომ არავინ არ წვალობს ამ ნაწილში და ანუ ბედნიერად ცხოვრობენ. არ არის ტოქსიკური. როცა ტოქსიკურია, მაშინ არის აქ საჭიროება რომ დამუშავდეს. და საინტერესოა პირიქით თუ ხდება არჩევა პარტნიორის მშობლების საპირისპირო. იმდენად რომ არ მოგწონს რაღაც კონკრეტული მშობლების თვისებები, რომ პირიქით ამას გაურბიხარ და ოღონდეს არა და საერთოდ განსხვავებულ ადამიანს ირჩევ. ხდება ესე? ხდება ესეც, უბრალოდ როგორც წესი, დინამიკაში, რაც უფრო გაურბივართ, მით უფრო ემსგავსება იმ მშობელს. ხო, რაღაც ჯოხის ვისაც გაურბივართ, კი. ის არის, ხო? ორი ბოლო. კი, იმიტომ რომ თვალი თუ არ გაუსწორეთ, ცხოვრება ყველა მხრიდან, ასე ვთქვათ, მოგვიტანს ამ ტრიგერებს, რომ საბოლოო ჯამში თვალი გაუსწოროთ და მოვიშუშოთ. მიზანი ეს არის. შესაბამისად, ეს ვარიანტიც ხდება ხოლმე, მაგრამ როგორც წესი დინამიკაში, რაც მოსაშუშებელია, შეიძლება ამ პარტნიორმა არა, მაგრამ სამსახურეობრივ ურთიერთობაში ამოვიდეს, როგორც წესი. ასე, ვერ გაექცევი. ვერა, სანამ არ მოაგვარებ, ვერ გაექცევი. ერთ-ერთი გამოსავალია თერაპია, როგორც მე ვხვდები. ანუ საკუთარი თავით. გაცნობიერება, დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნა და გაცნობიერება რა, რატომ ხდება. მესმის, მაგრამ დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნას უნდა პიროვნული განვითარება. კი, ნამდვილად. მოგვიყევი, აბა, ვიცი რომ ძალიან საინტერესო ტექნიკები გაქვს, ჯერ მოდი შინაგანი ბავშვის ტექნიკებზე ვისაუბროთ. შინაგანი ბავშვის ტექნიკა როგორ მუშაობს? თავიდან ხდება ამ ბავშვთან დაკავშირება. ბავშვთან კავშირის შემდეგ ზრდასრული იღებს პასუხისმგებლობას ამ ბავშვზე, რომ იყოს მისთვის ისეთი იდეალური მშობელი, როგორიც უნდოდა რომ ყოლოდა. აძლევს ყველაფერ იმას, რაც მაშინ სჭირდებოდა და ვერ მიიღო, ანუ დარჩა იმ მომენტში, იმ ადგილას სიცარიელე და ამის შევსებას იწყებს. ეხლა როგორ ყველა ადამიანი, რომელიც იბადება დედამიწაზე, არის სიყვარულით სავსე, ხო? ეს სიყვარული გულიდან გადმოედინება და იმდენია, რომ აზიარებს და არავისი სიყვარული არ ჭირდება ესე. მერე ამ მდგომარეობას ვკარგავთ და გვაქვს სიცარიელის განცდა. როდის ვკარგავთ ამ მდგომარეობას? ნელ-ნელა სოციუმში, როდესაც გავდივართ, ბაღში, სკოლაში, შეიძლება მშობელი თვითონ ვერაცნობიერებს და გვეუბნება, რომ აი ამას თუ არ გააკეთებ, კარგი გოგო არ იქნები. და მე შენ არ მეყვარები. და ბავშვი იჯერებს, რომ მე ესე იგი კარგი უნდა ვიყო, იმისთვის, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვუყვარდე. შესაბამისად, დამოკიდებული ხდება სხვების სიყვარულზე. მაგრამ პროცესი ისეა დალაგებული, რომ ნამდვილი სიყვარული არის შიგნიდან მოდის, შენ თვითონ აძლევ შენ თავს ამ სიყვარულს და ხარ სავსე და მე აზიარებ ამას. ისე რომ უკან არ ითხოვ არაფერს. შესაბამისად,
ეს მოდელი როცა ირღვევა, ეს ყველაფერი იწვევს არაჯანსაღ დამოკიდებულებებს, თქვათ, ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, ადამიანებზე ურთიერთობაში, თქვათ. სიყვარულის ნაკლებობა ანუ. კი. და ამ სიცარიელის შევსებას ვცდილობ სხვადასხვა საგნებით, ქიმიური საშუალებებით, ურთიერთობებით და ასე შემდეგ. ხო? არის ხოლმე აი შაქარზე დამოკიდებულება, საკვებზე დამოკიდებულება, მაგრამ ეს სიცარიელი არ ივსება ესე. და შესაბამისად აი წრეზე დადის ესეთი ადამიანი. ერთ-ერთი გზა არის, რომ მოკლედ ამ ბავშვს დაუკავშირდეთ, მოვაშუშოთ ის ტრამვები რაც არის, მივცეთ სიყვარული და ვთქვათ აი ეგეთ მაგალითს ვიტყვი, რომ მოკლედ ერთ-ერთ გოგონას აჩუქეს თოჯინა. და მშობლებმა არ მისცეს ამ თოჯინის გახსნის უფლება. და ეს თოჯინა იმაში, რა ქვია, კოლოფში. ხო, კარადაში, თავის კოლოფში იდო. რო გაიზარდა და დავიწყეთ მუშაობა ამ შინაგანი ბავშვის ტექნიკით, დაიწყო ამ თოჯინების გამოწერა. მაგრამ ძალიან დიდი ხანი არ ხსნიდა. სანამ არ მიხვდა, რომ ისევ, ანუ როგორც მას მოექცნენ, მისთვის ეს იყო ერთადერთი მოდელი. შესაბამისად, როგორც ზრდასრული თავის ბავშვს, ანუ კი ყიდულობდა ამ თოჯინას, მაგრამ არ ხსნიდა. და ამ ტრამვის გადალახვა იყო ის, რომ ერთ დღესაც ადგა და ყველა მათგანი გახსნა. უამრავი ესეთი მაგალითია ხოლმე, როცა ვთქვათ, აი ბავშვობის რაღაცის დაკორექტირებას ვაკეთებთ, ხო? თითქოს კომპენსირება ხდება, ხო? ვთქვათ რაღაც რაც გაკლდა, მერე უკვე ზრდასრულობაში, ვთქვათ, აი რაღაც არ გქონდა შეიძლება და მერე ალბათ ამას იძენ. შენ თვითონ აძლევ შენ თავს. ერთ-ერთ შემთხვევაში იყო ესეთი რაღაც, რომ ბავშვისთვის ძალიან ბევრ რაღაცას ყიდულობდა, სათამაშოებს, სხვადასხვა საგნებს, კინოში დაყავდა მულტფილმებზე და ასე შემდეგ რა და დიალოგებს ვარჩევთ ხოლმე. და დიალოგებში იყო ეგეთი რაღაც, რომ ბავშვმა უთხრა, რომ აუცილებელი არ არისო, რომ რაღაც მაინც და მაინც ფული დახარჯო. ჩემთვის შენთან ხარისხიანი ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანიო და შეგვიძლია უბრალოდ ერთად გავისეირნოთო. ჩემთვის ეგეც ძალიან დიდი სიხარულიაო რა და შესაბამისად კითხვებს ვუსვამთ და ვიგებთ რა უნდა ვთქვათ, რა უხარია, რას გრძნობს კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში. და ასე შემდეგ. ეხლა სხეულებრივად რო ვისაუბროთ, შინაგანი ბავშვი ჩაკრების სისტემის მიხედვით ცხოვრობს მესამე ჩაკრაში, მზის წნულში, solar კი, solar plexus რაც არის და ზრდასრული, მოსიყვარულე ზრდასრული ცხოვრობს გულის ჩაკრაში, მეოთხე ჩაკრაში. მათ შორის ენერგიის დენადობა უნდა იყოს თავისუფალი. მაგრამ როგორც წესი, როდესაც ვიზრდებით, ვიწყებთ ემოციების ჩახშობას. აღარ გვინდა ტკივილის განცდა და ტკივილზე რო უარს ვამბობთ ამ ბავშვთან წყვეტთ კავშირს, მერე სიხარულის და დადებითი ემოციების განცდაც აღარ არის ისეთი მძაფრი. და ანუ სხეულს საერთოდ ვთიშავთ. ამაზეა ლაპარაკი. და ჩაკრაც დაბლოკილია, ხო სწორია? კი. ძირითადად, იმიტომ არის, რომ აი თქვათ სტრესის დროს პირველი დარტყმა მოდის ხოლმე კუჭის ზონაზე. იმიტომ რომ ბავშვი არის დაძაბული, შეიძლება ტირის, შეიძლება სტრეს განიცდის და ეს ფიზიკურადაც აისახება. კი. შენ ახსენე, რომ დიალოგში რო შევდივართ, ხო და როგორ შედიხართ დიალოგში, როგორი ტექნიკა არის? პირველ ეტაპზე, როდესაც ხდება ბავშვთან დაკავშირება, და პირველი დავალება, რომელიც არის, ეს არის 40 დღის განმავლობაში წერთ ამ ბავშვთან დიალოგებს. ზრდასრული წერს დომინანტი ხელით, როგორც წესი მარჯვენათი და ბავშვი წერს მარცხენათი პასუხობს. და ხშირად ისეთი პასუხები ამოდის ხოლმე, რასაც ადამიანი ამბობს, რომ ამაზე არასდროს არ მიფიქრია. და არც მეგონა, რომ თქვა 3 წლის ბავშვს თუ ამ ხელას იბრძნე ექნებოდა, წარმოუდგენელია. და 40 დღის განმავლობაში წერთ, თუ დღე ჩაგვივარდა, თავიდან ვიწყებთ ათვლას. მართლა? იმიტომ რომ ბავშვს თითქმის ყველა ბავშვს აქვს ეს მიტოვების ტრამვა, ხო? იმისთვის რომ ეს ნდობის პროცესი მოვიპოვოთ და აღვადგინოთ ეს კავშირი. აუცილებელი არის რომ ყოველ დღე გამოჩნდე და ყოველ დღე გახვიდე კონტაქტზე. და არ ჩაუგდო არც ერთი დღე. იმიტომ რომ ხშირად თუ დაზიანებულია ძალიან ეს ბავშვი,
არის ხოლმე რომ თუ ჩაუგდო, აღარ ენდობა მერე თავიდან და ეუბნება რომ აი შენ ისევ მიმატოვებ და არა ხარ შენ სანდო, არ იზრუნებ ჩემზე. ანუ ბავშვი დაზიანებულია იდეაში მშობლებზე აქ ყველაფერი, მაგრამ რადგან შენ ხარ ის, ვინც აიღო პასუხისმგებლობა, რომ მასთან იყოს და ეს გზა გაიაროს, თუ ეტირება მასთან ერთად იტირო და დაამშვიდო, შენზე აკეთებს ამის პროექციას. ერთი კითხვა მაქვს ესე ვთქვათ, შენ უკვე ხარ მშობელი, ნუ ქალზე ვისაუბრებ, დედა და შესაძლებელია რომ შენ შვილებზე აკომპენსირებდე იმ ქცევებს, ვთქვათ, რაც გაკლდა შენი მშობლებისგან. ხშირ შემთხვევაში მაგას ვაკეთებთ ხოლმე. და მერე ამის შემდეგ იყოს რაღაც განკურნების გზა. ანუ დაგეხმაროს ამაში შენი დედობა, აი ეს გზა დაგეხმარება თუ არა? როგორც წესი არ გეხმარება, რატომ? არა, ხო? იმიტომ რომ შენ ხარ ის, ვისაც ეს ყველაფერი გჭირდება. შენ ხარ ის, ვისაც ბავშვობაში ცეკვაზე სიარული უნდოდა, ან სიმღერაზე სიარული უნდოდა და არ ატარეს. და შენ ეხლა შენ ბავშვებს ატარებ ცეკვაზე, სიმღერაზე და სხვადასხვა წრეებზე, ხო? გასაგებია. შენში არაფერი არ იცვლება, შენ ბავშვთან არაფერი არ იცვლება. აი მაგალითად სიყვარულის ნაკლებობა თუ გაქვს და შენ გაკლდა მთელი ცხოვრება სიყვარული და ვთქვათ შეივსე პარტნიორთან და შვილებთან. ანუ აი ეს მაინტერესებს. რას ნიშნავს ვერ შეივსე? შეივსებ, ხო? სიყვარულის წყარო ხარ შენ. აჰა. ერთადერთი სიყვარულის წყარო ხარ შენ. დანარჩენ ადამიანებთან შეგიძლია მხოლოდ და მხოლოდ გაზიარება. ხო, ანუ გარედან ამას ვერ ვერა. აიღებ, გასაგებია. ხანმოკლეა ძალიან და მერე დამოკიდებულებას იწვევს. გასაგებია. ამ თემას რო დაუბრუნდეთ ახლა ბავშვებთან მიმართებაში, ბავშვებს ამავდროულად შეიძლება აინტერესებდეთ სხვა მიმართულებები. შეიძლება აინტერესებდეს ტანვარჯიში, მაგრამ დედა იმიტომ რომ თვითონ აკლდა და არ ატარეს სიმღერაზე, ატარებს სიმღერაზე. არა აქ ამ ბავშვს ამის ნიჭი და ესეთი რაღაცა მოკლედ ძალადობაში არ უნდა ან გადავიდეს. თუ აქვს ნიჭი და არ უნდა, აი მაგ შემთხვევაში რა ხდება? უნდა ბავშვს ბოლომდე ესე მიყვეს არჩევანი უნდა მშობელი? თვითონ კი. გააკეთოს. თვითონ რა უხარია და მშობლისთვის გამოსავალი არის ის, რომ თვითონ მივიდეს ამ სიმღერაზე და ცეკვაზე რა ასაკშიც არ უნდა იყოს. ჩემი გამოცდილება მე პირიქით მაქვს, მესამე ბავშვი ვარ ოჯახში და არაფერს არ მაძალებდნენ საერთოდ. ძალიან ჩემ ჭკუაზე ვიყავი, მინდოდა მუსიკას დავამთავრებდი, 7 წლets, მინდა არ დავამთავრებდი, მინდოდა ვივლიდი სიმღერაზე, მინდოდა არა და ჩემ შემთხვევაში ცოტა ამან გამოიწვია ტრაუმა მაგალითად, რომ რაღაც კონკრეტული ხო, სხვათა შორის რაღაც კონკრეტული ჩარჩო არ იყო თითქოს და ეს თქვათ ჩარჩო ხო აი ვერ ხვდები თქვათ რატომ მომცეს რაღაც კონკრეტულის რაზეც ვიშრომე იმის უფლება რომ თქვათ არ დამეფასებინა ეს შრომა. ქონიათ ეგეთი შემთხვევა? კი, არის ხოლმე ეგეთი შემთხვევებიც. ხო. თუმცა უნდა იყოს ბალანსი დაცული ზედმეტ თავისუფლებასა და თქვათ ზედმეტად როდესაც თქვათ ძალიან ტვირთავენ დღევანდელ დროში ბავშვებს ძალიან ტვირთავენ სხვადასხვა წრეებით, სწავლით და ასე შემდეგ და აღარ არის სილაღის, გართობის, თამაშის არა ეს გასაგებია. მე უბრალოდ იმას გულისხმობ, რომ აი ბავშვს თვითონ არჩევანს ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვერ აკეთებს. ალბათ ემოციური კავშირი უნდა ქონდეს მშობელს და უნდა ისაუბროთ ამაზე. შეიძლება ჩემ შემთხვევაში ეს იყო, რომ თქვათ არ ამიხსნეს, რომ შენ რო ამდენი დრო დახარჯე, ამდენი იშრომე, შეიძლება არ გიждები, არ გიყვარს, ეხლა დაიღალე, მაგრამ თქვათ არ უნდა ჩაყარო წყალში. შეიძლება აი ამის დანაკლისი მქონდა, თქვათ. როგორ ფიქრობთ, იმ მომენტში ამას მიიღებდით? მე მგონია, რომ სულ მქონდა მაგის განცდა, რომ პირიქით მინდოდა, რომ ეს ეთქვათ ჩემთვის, ეხლა ამს დასრულიდან რომ ვუყურებ. იმიტომ რომ მაგალითად იყო ესეთი შემთხვევა, თქვათ რაღაც სტანდარტს კი არა, რაღაცას ხო იღებ ვიღაცისგან. მე თუ ესე ვიზრდებოდი, საიდან უნდა მეფიქრა, რომ თქვათ სხვანაირად უნდა ყოფილიყო. და მე ვიხსენებდი, რომ
ჩემი ბავშვობის მეგობარი და მეზობელი სოფო, რომელსაც ესე იგი ქონდა გაწერილი მთელი გრაფიკი, რომ ვთქვათ ამ საათზე მოვიდოდა, ამ საათზე უნდა წაეკითხა ამდენი ხანი წიგნი, ეს უნდა ექნა. მე არ ვიყავი ესე, მე თვითონ ვკითხულობდი, მაგრამ მე არავინ ესე არ მიწეს. სტრუქტურა არა, ხო, აი მე თვითონ ვაკეთებ, თქვა წერა კითხვა მე თვითონ ვისწავლე პირველ კლასში. ვიყავ ესეთი ინტერესიანი, მაგრამ ეს სტრუქტურა არ მქონდა ესეთი და მე მგონია, რომ არის ეს მომენტი, რომ ვიღაცას ადარებ, ვთქვათ და ჩემ შემთხვევაში შეიძლება შედარების მომენტში თვლიდი, რომ მე არ მქონდა, ვთქვათ, სტრუქტურა, ეხა ვუკეთებ ამ ფორმულირებას, რა თქმა უნდა, ხო ბავშვობაში ამას ვერანაირად ვერ მივხვდებოდი, მაგრამ ალბათ შინაგანად მაინც მქონდა იმის განცდა, რომ სხვა რაღაც მჭირდებოდა, სხვანაირი სტრუქტურა და აი უცნაურია, ეხა ხო რაღაც ვიღაცას პირიქით იმის პრობლემა აქვს, რომ ძალიან ზედმეტად ტვირთავდნენ და მე კიდე მქონდა მაგის პრობლემა. ხო იცით მესამე ოჯახში როგორ არის, უფრო თავისუფლად არის და აი არ ვიცი, მე მგონია რომ ბევრი რაღაც ტრავმები მაქედან მოდის ჩემ შემთხვევაში, რომ პირიქით ვგრძნობ, რომ ყურადღების დეფიციტი იყო და ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ უფროსი და-ძმა მყავს, ესე ყველა ჩემზე გიждდებოდა და მისე ვიზრდებოდი, მაგრამ შინაგანად მაინც ალბათ შედარებებისთვის შეიძლება სოფოს ვადარებდი ჩემს მის სტრუქტურას, ჩემს სტრუქტურას. შესაძლებელია, ხო, რომ ესეთი რაღაც ყოფილიყო? შესაძლებელია, მეგობრებს შორისაც არის ხოლმე, კლასელებს შორისაც არის ხოლმე ესეთი სიტუაცია, მაგრამ უმჯობესი არის ალბათ, რომ მაინც თავისუფალ რეჟიმში იყოს, იმიტომ რომ სტრუქტურას რო გაიზრდება ადამიანი და გავა ზრდასრულურ თამაშის წესებში, ყველა ვარიანტში თუ ჭირდება ისწავლის. გასაგები. და ეხლა ვფიქრობ ჩემ შვილებს. ჩემ შვილებთან რა შეცდომები მაქვს დაშვებული, ანუ ნეტა უნდა ვკითხო. ნეტა ძალიან მკაცრი ვიყავი სტრუქტურულად, მე ანუ ხوار ჩავანაცვლე ჩემი მოახვიე სტრუქტურა თავს, ხო? შეიძლება. არა უშავს. არა უშავს. მაგრამ რაც თავარია, მე მგონი, რასაც ვაკეთებ არის, რომ მაქვს ემოციური კავშირი და სულ საუბრობთ და სულ ვიხსენებთ, თქვათ, ან რა ვაწყენინე, ან აი ამ თემებზე სულ ვლაპარაკობთ და მე მგონი ეს ძალიან შველის. ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენა, კი, და კითხვების დასმა ასეთ დროს. თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, რომ თერაპიაში იმუშაონ ხოლმე, როგორც წესი. მეც ვაპირებ თერაპიაში მუშაობას შინაგან ბავშვზე და მაინტერესებს რეები ამოვა, იმიტომ რომ რამდენჯერ ვთქვათ ვორქშოპში ეს რაღაცები გამიკეთებია, საკმაოდ ისეთი იყო, ყველაზე ძლიერი ეს ნაწილი არის ჩემ ცხოვრებაში, ну ალბათ როგორც ყველასთვის. კი. დამაღელვებელი. კი, ნამდვილად ძალიან ემოციური პროცესია. არის ხოლმე, ანუ გამოცდილებაში მქონია ეგეთი რაღაც, რომ ადამიანი მოვიდა, ბავშვი ძალიან ლაღი, ბედნიერი და ესე იგი თავისუფალი ყავს და წინა პლანზე არის წამოსაწევის ზრდასრული. ანუ იმ შემთხვევაში პირიქით ქონდა ასე ვთქვათ, პროცესი პირიქით ვიმუშავეთ, რომ ზრდასრულსა და ბავშვს შორის ყოფილიყო ბალანსი. ვთქვათ ინფანტილურობა როცა არის? კი. იმალება ბავშვში. იმდენად ლაღი ბედნიერი ბავშვობა ქონდა, ყველაფერს უნდა გაზრდა. უსრულებდნენ, იმდენად კარგია ეს მდგომარეობა და კომფორტულია, რომ ზრდასრულურ თამაშის წესებს არ იღებს, საერთოდ არ აღიარებს. და ასეთ დროსაც მუშაობთ ხოლმე, რომ ზრდასრული წამოუწიოთ წინა პლანზე. და ჰოლოტროპული სუნთქვა როგორ არის დაკავშირებული? თქვა შინაგან ბავშვთან ალბათ არის, ხო? დაკავშირებული თუ საერთოდ სხვა პროცესია? სხვა პროცესია, ვიტყოდი, მაგრამ ბავშვობის ტრავმებიც ამოდის ხოლმე, ამ მხრივ კავშირშია. მე მაგალითად პირველად რო ვისუნთქე ამომიგდო დაბადების ტრავმა, ძალიან უცნაური იყო. მე როგორც გამიგრე, ხშირ შემთხვევაში არის ეს დაბადების ტრავმა. პირველზე როგორც წესი, ჩვენი პირველი ტრავმა არის დაბადების ტრავმა და როგორც წესი, პირველ სუნთქვაზე ეს ამოდის ხოლმე. მოდი სტრუქტურულად რომ მივყვეთ, ეხლა მოვყვეთ ჯერ საერთოდ რა არის ეს ჰოლოტროპული სუნთქვა, საიდან ვინ მოიგონა და ნუ როგორ გაჩნდა საერთოდ ეს ტექნიკა. შამანური ტექნიკაა, შამანებს აქვთ ეს ტექნიკა სუნთქვის, ცეცხლის გარშემო ცეკვავენ და სუნთქავენ. თუმცა გროფმა წამოწია მერე წინა პლანზე და
აქედან დაიწყო პრინციპში ამ ტექნიკის პოპულარიზაცია. მე მეკონა რომ გროფმა და მისმა ცოლმა მოიგონეს ეს არა. ტექნიკა. არა. არასწორად ვიცოდი. არ მოუგონიათ, უბრალოდ წამოწიეს წინა პლანზე, თუმცა საწყისი ამ ტექნიკის არის ძველი შამანური კულტურებიდან. მე ვიცი რომ იმ პერიოდში რაღაც LSD-ს მიკროდოზით მკურნალობდნენ ხალხს. და მერე აიკრძალა. მერე აიკრძალა და მერე მეგონა რომ მოიგონეს. ალბათ ეს ტექნიკა ამოწიეს. ესე იგი, რომ მიხვდნენ რომ ერთი და იგივე პროცესი მიდის ტვინში, ხო? დაიწყეს მოკვლევა, რომ ალტერნატიული გზა, რომელიც არ იქნებოდა ქიმიურ პროცესზე დამოკიდებული, ეპოვათ და იპოვეს ეს გზა. რა ხდება ამ დროს? ღრმა სუნთქვის დროს ჟანგბადი დიდი რაოდენობით მიეწოდება ტვინს. ტვინის ის უბნები, რომელიც პასუხისმგებელია კონტროლზე, ვეღარ ასწრებს დაწევას და სხეული გამოხატავს ყველაფერ იმას, რაც კი ოდესმე ჩაუხშია. შესაბამისად, სხეული იწყებს ბლოკებისგან განთავისუფლებას. ანუ ყველაფერი, რაც არ ვიცხოვრეთ, არ გამოვხატეთ, ინახება კუნთებში. ხო? რისიც შეგვეშინდა, რაზეც უარი ვთქვით. კი ბატონო. ინახება კუნთებში და ორგანოებში. ადრენალინი, რომელიც გამოიყო ბრაზის დროს, მაგრამ მე ჩავახშე, იმიტომ რომ სტატუსურად ვერ გამოვხატავ, იმიტომ რომ ვიღაცა ჩემი უფროსია სამსახურში. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ თუ გამოვხატე იმ დოზით, რა დოზითაც გავბრაზდი, სამსახურს დავკარგავ ბოლო-ბოლო. ხო? მესმის. შესაბამისად, ადრენალინი გამოიყო, რომ ან გავქცეულიყავი, ან თავი დამეცვა, ან თავს დავსხმოდი, ხო? 3F. კი ბატონო. და ეს ადრენალინი არსად არ წავიდა. ჩაჯდა კუნთებში და ორგანოებში. ერთადერთი რაც გვეხმარება ხოლმე, რომ გავაცნობიერო მე იმ მომენტში, რომ მე ახლა ვბრაზობ და საღამოს დავხარჯო ეს ადრენალინი ვარჯიშით. ოღონდ აქ ვთქვათ იოგა, პილატესი, აი ნელი ვარჯიშები არ დაეხმარება. სირბილი, ბოქსი, კარდიო უნდა ჩაერთას აუცილებლად, რომ ეს გამოვიდეს სხეულიდან და იგივე დაიხარჯოს. პროცესი ალბათ ადრენალინი, კორტიზოლის აწევა, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. და ჰოლოტროპის დროს მოკლედ სხეული იწყებს, რაც კი გაიჭედა სხეულში, კუნთებში, ყველაფერი იმის გამოხატვას და თავისუფლდება. შესაბამისად, ენერგია იწყებს სხეულში უკვე თავისუფლად მოძრაობას და ამის მერე ამბობენ ხოლმე, რომ ადამიანები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ჰოლოტროპის მერე პირველი რაღაცა ერთი თვე ისეთი ენერგიული ვიყავი, რომ ხალხს ვეუბნებოდი, რომ თქვენ ესეთი ენერგიის დონით ცხოვრობდით აქამდე? მერე რა ხდება? თუ აღარ გააკეთა, უბრუნდება ისევ იმ ძველ უენერგიობას. ესე ადვილი ხო არ არის, მთელი ცხოვრება ადამიანმა იცხოვრა. ერთი არ ყოფნის. ემოციების ჩახშობით. რაღაცა მომენტში გამოათავისუფლა ერთი სუნთქვით, ერთი თვე იყო, მაგრამ ამ ერთი თვის განმავლობაში ხო დაუგროვდა კიდე. გასაგებია. ერთ-ერთ პერიოდში, ანუ უკვე ძალიან ბევრჯერ მქონდა ნასუნთქი და რაღაცნაირად მეგონა რომ მეთქი ახლა რაღა უნდა ამომიგდოს უკვე 20 ჯერ ვისუნთქე. მაგრამ არ არის ესე შუალედებში თვიდან თვემდე იყო ეგეთი მომენტი, რომ მივიგრძენი რომ სახის ნაკვთები მიბუჯდებოდა. მართლა. და მე რომ ვიკითხე რას ნიშნავდა ეს, ესეთი პასუხი მივიღე რომ სახის კუნთებში ჩაჯდა ბლოკი და მე გავაცნობიერე რატომ. თქვათ კოუჩინგის სესიაზე. ადამიანს უსვამ შეკითხვებს, არ უნდა რომ რაღაცას ჩახედოს და ავტომატურად რა თქმა უნდა ადამიანი ხარ და ბრაზობ. მაგრამ ამ ბრას ხო ვერ აჩვენებ. ისედაც თავისი გასაჭირი აქვს და უნდა რომ რაღაცას შეხედოს, მაგრამ ეშინია. თუმცა შენ ბრაზობ, რომ ამდენჯერ აქედან შეაბრუნე, იქედან შემოაბრუნე, მაგრამ არ უნდა დანახვა, ხო? ბრაზობ, მაგრამ აჩვენებ სხვა ემოციას. ანუ ერთს გრძნობ და მეორეს აჩვენებ. აფეიქებ, ასე ვთქვათ. მესმის. შესაბამისად, სადღაც სახის კუნთებში ჩაჯდა ბლოკი. ხო, სადღაც მიდის და ირჩევს რაღაც ადგილს. აჰა, იმიტომ რომ არ გამოხატავდი. კი, მაგალითად მეტირება, მაგრამ სიტუაცია მოითხოვს ისე, რომ უნდა გავიღიმო ამ სიტუაციაში. ჩაჯდა ბლოკი. დედა, რა საინტერესოა და რა ის არის. ყველა ადამიანს, ესე იგი, რამდენი ბლოკები გვაქვს თურმე. ძირითადი ბლოკები არის ხოლმე ხელებში, იმიტომ რომ ბავშვობიდან ბავშვი არის ცნობის მოყვარე
და უნდა რომ რაღაცებს შეეხოს, აიღოს, მაგრამ რამდენჯერ ვისმენთ დღის განმავლობაში, რომ არ შეიძლება ხელი არ ახლო, არ მოკიდო, არ წახვიდე, ასე შემდეგ. კი, აკრძალვები და როგორც წესი რაღაც შეხებას ეხება ხოლმე და როგორც წესი ხელებში არის ძალიან ბევრი ბლოკი, ასევე ფეხებში, იმიტომ რომ მინდა რომ წავიდე და ვითამაშო მეგობრებთან ერთად, წრეში ბურთი მაგალითად, მაგრამ მშობელი მეუნება რომ წადი იმეცადინე. ანუ ფეხებს აქვს იმპულსი რომ წავიდეს გარეთ, მაგრამ მიწავს ოთახში წასვლა და მეცადინეობა. ესე იგი, საერთოდ ანგრევს ყველანაირ სტრუქტურას და სისტემას, რომ ბავშვი რომ მაშინ თვითონ რაც უნდა, ესე იგი ესე თავისუფლად რომ გაზარდო, რომელ ასაკამდე 6-მდე, 5-მდე? ესე კონკრეტული ჩარჩო არ არის, მაგრამ ანუ ვერ ავაცილებთ ამას მაინც რაღაცა. ეს მაგრამ მაქსიმალურად რო ავაცილოთ, თქვათ, აი თავისუფლად რომ რაღაც იაპონური ის არის, ხო, მეთოდი, რომ რაღაც 6 წლამდე ყველაფრის თავისუფლებას აძლევენ და მერე სვამენ სტრუქტურაში. კი, რაც უფრო დიდი ხანი იქნება, იმიტომ რომ 6 წლიდან სკოლაში მაინც მოუწევს წესებში რაღაცა კონკრეტულ წესებში ჩაჯდომა. სტრუქტურაში ჩაჯდომა. იქამდე მაშინ ჯობია რომ იყოს თავისუფლად. რთულია, მერე შეიძლება იმ სკოლაში ძალიან გაუჭირდეს ამ სტრუქტურაში ჩაჯდომა, ეგეც არის. გააჩნია როგორი სკოლა იქნება. მე მაგალითად ძალიან გამიმართლა მასწავლებელში, იმიტომ რომ აი იმდენ თავისუფლებას და სიყვარულს მაძლევდა სკოლაში პირველი მასწავლებელი, პირველი დამრიგებელი. მე ძალიან კარგი მყავდა მაიკო გიჟდები, მოკითხვა მინდა გადავცე, ძალიან მიყვარს და მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხათაშორის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ამაზე დგას, აი პირველი 4 წელი შემეყვარა მეცადინეობაც, სწავლაც, ინიციატივის გამოხატვა, ანუ ესე იგი ზრდასრული რომ ბავშვს ეკითხება აზრს, რომ ვთქვათ აი ამ ლექსში რომელიც პიესისთვის თვითონ დაწერა. რომელი რითმა ჯობია, ეს თუ ეს, შენ როგორ ფიქრობ? ძალიან მნიშვნელოვანია. და მე ვუთხარი, რომ ეს ჯობია და მან გადახაზა თავის დაწერილი და ჩაწერა ჩემი სიტყვა. ამიტომ ძალიან დიდი სიყვარულით მივესალმები ციური მასწავლებელს ძალიან. დიდი სიყვარული ჩადო ყველა ჩვენგანში. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მასწავლებლები ნამდვილად. მოდი დაუბრუნდეთ, შეგაწყვეტინე, გადავედით ჰოლოტროპულ სუნთქვას, იმიტომ რომ მაინტერესებს მე თვითონაც მაყურებელსაც, იმიტომ რომ მინდა რომ ვცადო. და ხო, მეშინია. აი ისევ ალბათ რაღაც კონტროლის დაკარგვასთან არის კავშირში და ზოგადად მუშაობ ამ საკითხის მიმართულებით და მოკლედ უნდა გადავწყვიტო ეგ ალბათ და მაგით მე მგონი დამთავრდება ჩემი გეშტალტი კონტროლთან მაგნაბის თუ გადავდგამ. აი ესე იგი, რა უკუჩვენებები აქვს ჰოლოტროპულ სუნთქვას? ვისთვის არ შეიძლება? კი. უკუჩვენებები არის ესე იგი ფსიქიკური დაავადებები, თქვათ შიზოფრენია და კიდე არის რიგი დაავადებები, სადაც თქვათ ფსიქიატრიას დიაგნოზები, რომელიც ფსიქიატრიას ეკუთვნის და არ შეიძლება ამ დროს სუნთქვა, არის თქვათ ეპილეფსია, ანევრიზმა, გულსისძარღვთა, თქვათ ისეთი მწვავე დაავადებები ამ დროს, ამიტომ ყოველთვის გასაუბრებისას უსვამთ ხოლმე შეკითხვებს, რომ თქვათ მე არ შეიქმნას პრობლემა. ჯანმრთელობა არ უნდა გაწუხებდეს მაგ მიმართულებით. კი. გასაგებია. თუმცა ხშირ შემთხვევაში არის რომ შეიძლება თქვათ განიკურნოს რაღაცა ფსორიაზისგან, რაღაც გამონაყარისგან. იმიტომ რომ ეს ბლოკებიდან მოდის, მე როგორც ვიცი, ფსიქოსომატურია ეს და მე მაგის მჯერა. კი, უმრავლესობა დაავადებების არის ფსიქოსომატური და ხშირ შემთხვევაში არ ვამბობ რომ აუცილებლად წამალია და უეჭველი დაეხმარება, მაგრამ თუ ადამიანს აქვს მზაობა და იმ მომენტში გააცნობიერა, რისთვის სჭირდებოდა ეს დაავადება და გადაწყვიტა, რომ უკვე აღარ სჭირდება, მაშინ როგორც წესი გადის ხოლმე და დიდხნიანი რემისია დგება. რა საინტერესო. უკუჩვენებები ეს არის პრინციპში დანარჩენი არაფერი უკუჩვენება არ აქვს, დაახლოებით იგივენაირად ვსუნთქავთ, როცა დაორბივართ. ხო, ღრმა, სწრაფი სუნთქვა. აი მოდი მოგვიყევი, როგორ ემზადებით, სადღაც ძირითადად გადიხართ ხოლმე, ხო? მგონი ქალაქ გარეთ. კი, ქალაქ გარეთ როგორც რამდენი დღით, რამდენი ადამიანი არის ხოლმე? რადგან თითოეულ ადამიანის პროცესის ანალიზი არის ხოლმე დაახლოებით 2-3 საათი. 16 ადამიანი არის ხოლმე მაქსიმუმი, 16-ზე მეც ვერ ვიყვანთ. იმიტომ რომ დღის განმავლობაში
მოვასწროთ ამ ყველა ადამიანის ანალიზი. სითერები ყავთ პლუს კიდე ამ 16-ს? ერთმანეთის სითერები არიან, ანუ 8 წყვილი სუნთქავს. აი ხო ეს მაინტერესებს. პირველ დღეს 8 სუნთქავს, 8 სითერია, ანუ ეხმარება. თვითონაც სუნთქავს, ესე იგი, სუნთქველი სუნთქავს 100%-ით და სიტერი სუნთქავს უფრო ნაკლებად 50%-ით. ანუ შედის პროცესში, შედის ისეთ როლებში, ვისთანაც ამ ადამიანს რაღაცა აქვს დასამუშავებელი, რომ დაამუშავებინოს, შიგნიდან თვითონაც გრძნობს ყველაფერს და მე აძლევს ამის უკავშირს. მეორე დღეს არის ამისი გარჩევა და ანალიზი და მეორე დღეს უკვე საღამოს სუნთქავენ ის ადამიანები, ვინც წინა დღეს იყვნენ სიტერები. და სიტერები არიან შესაბამისად, ვინც უკვე ისუნთქეს. მესამე დღეს არის უკვე ამათი ანალიზი და საღამოს არის ტრანსული ცეკვა, უკვე გახელილი თვალებით, სუნთქავთ, ცეკვავთ და ტრანსული ცეკვით უნდა დაიხუროს პროცესი, იმიტომ რომ 3 დღის განმავლობაში რა ინფორმაციაც მივიღეთ, რაც ჩვენი არ არის, რომ ჩამოვიფერთხოთ და რაც ჩვენია, რომ ჩაჯდეს კუნთებში და იპოვოს თავისი ადგილი. საინტერესო. ასევე გამიგია რაღაცას მანდალებს ხატავენ თუ არ არის ეს აუცილებელი? ყველა სუნთქვის მერე ხატავენ ხოლმე, არტ თერაპიის ტექნიკით მერე ამისი ანალიზი და გარჩევა ხდება. ძალიან საინტერესოდ გამოიხატება ხოლმე და ძალიან საინტერესო და ჯადოსნური პროცესია მეორე ადამიანთან როგორ არის დასინქრონებული და ერთ ფერებს ირჩევენ, ერთ ფორმას ირჩევენ, ისე რომ ერთმანეთს არც უყურებენ ხოლმე. მეორე ადამიანი ვინც ისუნთქა თუ სიტერი. სიტერი და სუნთქველი, ჰოლონავტი, ასე ვთქვათ, ძალიან სინქრონდებიან. კავშირდებიან ერთმანეთთან ამ პროცესში. ალბათ ყველათან არ ირჩევენ ერთმანეთს. ეხმარებიან ყველა შემთხვევაში გადამუშავებაში, იმიტომ რომ სიტერის არჩევის პროცესიც ხდება ინტუიციურად. ხო არა? თვალებს ხუჭავთ და ხელებით ვირჩევთ. მხოლოდ ხელებს ვკიდებ ადამიანებს და თუ არ მომეწონა, ვთქვათ, შეიძლება გავუშვა, წავიდე საძებნელად. მაგრამ როგორც წესი, აი ყველაზე ისეთი დისკომფორტის შემქმნელი თუ არია ეს რაღაცა შეგრძნება ხელებში კავშირის. ისეთი სიტერი უფრო შეიძლება დაგვეხმაროს, იმიტომ რომ იქ არის მოსაშუშებელი. იმიტომ რომ იქ არის ტრიგერი, კი. რასაც გავურბივართ. კი, ბატონო. შემთხვევაში დისკომფორტებს გავურბივართ ჩვენ. როგორც წესი, ეგრეა ხოლმე. და ხო, 3 დღის განმავლობაში ფაქტობრივად ერთად ვცხოვრობთ, ერთად გავდივართ ამ პროცესებს. მერე შუალედებში სისტემური განლაგებით ხდება ამის დამუშავება, ანალიზთან ერთად ვიყენებთ ხოლმე სისტემური განლაგების. ანუ ხდება, აკეთებთ სისტემურ განლაგებაზე, არ გვისაუბრია ჯერ ამ პოდკასტში და ჰოლოტოპის ფარგლებში არის რა ხოლმე. ხანახსანე მოგვიყევი მაშინ. რა არის ზოგადად სისტემური განლაგება? სისტემური განლაგებაც არის ტექნიკა, რომელიც ბერტ ჰელინგერმა შექმნა და აქ ჩანს, რომ ესე იგი ველის მეშვეობით ჩვენ ყველანი ვართ დაკავშირებული. შესაძლოა ვთქვათ, არანაირი მენტალური ინფორმაცია არ მქონდეს, მაგრამ ჩავდგე ვიღაცის როლში, ვიღაცამ ამირჩიოს თავის როლში და აბსოლუტურად დავიწყო იმ ადამიანის მოქმედებები, ქცევები, თვისებების გამოხატვა, ვის როლშიც ვარ. რომელსაც საერთოდ არასდროს არ შევხედრივარ. გამიკეთებია და მინდა დავადასტურო, რომ ნამდვილად ესე არის და რაღაც ჯადოქრობა არის და სანამ არ გამოცდი ვერ ხვდები რაზე საუბრობ. კი, სისტემური განლაგება ნამდვილად, ესე იგი ჯადოსნური ტექნიკაა, რომელმაც ჩემთვისაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და ბევრი მიმართულებით გადამამუშავებინა, სხვა ტრამვა იყო თუ თქვათ რაღაცა საგვარეულო ტრანსგენერაციული ტრამვა, მოკლედ ძალიან მადლიერი ვარ. მართლა. და საინტერესო, ანუ ჰოლოტროპთან როგორ მუშაობს? თქვათ, რაც ამოდის ტრამვა, მე ამუშავებთ სისტემურ განლაგებაში თუ აი როგორ? ყველას არ ჭირდება ხოლმე მაგალითად. შეიძლება თქვათ ვიღაცას მხოლოდ ანალიზით გაიგოს და გააცნობიეროს. ვიღაცასთან რომ გავაანალიზოთ არტ თერაპიით, რაც დახატა, ისიც საკმარისი იყოს. ვიღაცებს აქტიურ უკავშირს აძლევს ხოლმე ჯგუფი
და ამით ხვდება უკვე და ვიღაცას დიდი წინააღმდეგობა აქვს და იმისთვის რომ დაინახოს და მიიღოს სისტემური განლაგება არის ხოლმე ყველაზე სწრაფი მეთოდი. რომ აი ახსნით და ანალიზით თუ ვერ იგებს არ უნდა მიიღება. დაცვითი მექანიზმები ირთვება და всё, იმის იქით ვეღარ მივდივართ წინ. ანუ ყველა შემთხვევაში არ ხმარობთ იმ ადამიანებთან, ვისაც სჭირდება. კი, ვისაც სჭირდება. და ძირითადად აი 12-ს რო გადაცდება ხოლმე ღამის, დილის 5-მდე 6-მდეც ვართ ხოლმე. მართლა. როგორც წესი აი ღამე მუშაობა არის ხოლმე ძალიან ნაყოფიერი, იმიტომ რომ დაცვითი მექანიზმები დუნდება, ნაკლებად მუშაობს და ვართ ის, ვინც ვართ. და უფრო მარტივად მიდის პროცესი. სხვათა შორის არ მიფიქრია მაგაზე და ეხლა დავფიქრდი რომ ესეა. და რაღაც პერიოდი იყო რომ საკუთარი თავი დაღლილი, აი უფრო მომწონდა ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რაღაც ავთენტურობას ვგრძნობდი და ეხლა გავაცნობიერე ეგ რომ ნამდვილად ესეა. შენ კონტროლი ახსენე და აი კონტროლი დაღლილობისგან კონტროლს უკვე უშვებდი და რჩებოდი ის ვინც ხარ. ზუსტად ხო, აი ხარ დავფიქრდი ამაზე, რა საინტერესოა. პრინციპში ხო, ეს მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს, ესე ვთქვათ, ერთად ჰოლოტროპი და განლაგება. და შენი გამოცდილება რა მოგვიყვე ჰოლოტროპზე 40 ჯერ ვისუნთქეო თუ რამდენი თქვი? აღარ დამითვლე ბოლოს უკვე. ყოველთვის ვუნთქავ. პირველი გამოცდილება გაგვიზიარი, იმიტომ რომ შეიძლება მაყურებელს უნდა ამ გამოცდილების ამ ტექნიკის ესე იგი გაკეთება და აი მართლა ძალიან უცხოა ვთქვათ და რომ მოყვე რა იგრძენი როგორ იყო და უფრო გასაგები იქნება საკუთარ მაგალითზე. კი, პირველი, როგორც თქვი, ამომიგდო დაბადების პროცესი. როგორ ხედავ ამას, მოდიში, ვიზუალიზაცია თუ გრძნობ სხეულებრივად? გრძნობ, ანუ სითბოში ხარ, რაღაცა სიბნელეა. ეგ შეგრძნება მქონდა და სამჯერ ვცადე, არ გამომივიდა. და მერე დავინახე რაღაც ხელი. და ანუ გავთავისუფლდი, ეგეთი განცდა მქონდა, რომ გავთავისუფლდი, თითქოს სუნთქვა დავიწყე და მერე რო ვკითხე დედაჩემს, აღმოჩნდა, რომ ვერ ვიბადებოდი. დააძინეს და ხელით გამომიყვანეს. რა სიგიჟე. მიდი და ნუ დაიჭირებ. კი, ანუ ხშირად არის. როგორც წესი პირველ ჯერზე ყველასთან და ჩემთანაც არ იყო გამონაკლისი. ამოდის ხოლმე დედის და მამის თემები, რაც დასამუშავებელია. ოღონდ აი კონტროლის გაშვება მეც გამიჭირდა. ხო არა? კი, მეც კონტროლიორი ვარ. მართლა, გამიზიარე, ჩემთვის იქნება ძალიან საინტერესო. ჩემი სტრატეგია რაც იყო ის, რომ ნელა ვსუნთქავდი. და სიტერს ხშირად ვთხოვდი წყალს, რომ ძალიან ღრმა პროცესში არ შევსულიყავი. მაგრამ ის როგორც ვსუნთქავდი, ეგეც საკმარისი იყო იმ მომენტში, რომ გამეცნობიერებინა და მენახა ის რაც იქ მჭირდებოდა. მეორეზე უკვე სრულიად, ანუ მჭირდებოდა. მოკლედ ძალიან დიდი ბრაზი მქონდა კონკრეტულ ადამიანზე. ბრაზი მე ძირითადად ხელებში მაქვს ხოლმე. ამ შემთხვევაში ხელში იმდენად დიდი იმპულსი იყო, ანუ მე მარჯვენა ვარ და მინდოდა რომ დამერტყა, ესე იგი. შესაბამისად, ამ დარტყმის ძალა ისეთი დიდი იყო და ისეთ დონეზე მოვახდინე ამისი ჩახშობა, რომ გამიშეშდა მთლიანად მთელი მარჯვენა მხარე. რასამ? ანუ თავი, კისერი, ხელი, აქ გვერდი, ფეხი. ფაქტობრივად ძალიან ძნელად ვამოძრავებდი და ვიფიქრე, რომ ეხლა რო ვთქვათ, ამას როგორ გავარკვევ, მოდი წავალ ჰოლოტროპზე და მოკლედ ვაჯიმთან ვისუნთქე, ვაჯიმ ბელკოვთან და იქ უკვე კონტროლი ვიცოდი, რომ მჭირდებოდა, რომ ეს გამომეხატა, აბსოლუტურად არაფერი აღარ გამიკონტროლებია და მესამე დღეს სრულიად გამიარა. მართლა ხო? კი. საინტერესო. ოღონდ ფაქტობრივად ეს რაც იყო დაგროვილი ამ ხელებში, აი ბალიში დამინდეს და ამას ურტყავდი, მაგრამ სანამ მოასწრეს ბალიშის დადება, ესენი დალურჯებული მქონდა. მაგრამ გაიარა. პრინციპში მე რო ბოქსით ყოფილიყავი იმ მომენტში დაკავებული ან სირბილით, ეს ბლოკი არ ჩაჯდებოდა. მე მგონია რომ ტენისიც ძალიან შეიძლება. ანუ სპორტი, აქტიური სპორტი შველის, რომ ეს ბლოკები მოდიან ხოლმე სპორტსმენები
ფიზიკურად არის ხოლმე, რომ ხედავენ ხოლმე რაღაცებს, პროცესში შედიან, ემოციებიც არის, მაგრამ ფიზიკურად იმდენი ბლოკი არ არის, როგორც იმ ადამიანებთან, ვინც არ არის სპორტით დაკავებული. სპორტით დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენახსენე რომ თქვათ მაგ შემთხვევაში იოგა არ შველისო და იოგა ნუ სხვა რაღაცებს შველის, ხო? კი. ანუ სულ სხვა დატვირთვა აქ იოგას. გონების დამშვიდება, მოქნილობა, სხეულთან აქ და ამჟამად დარჩენა და ასე შემდეგ. და სხეულთან reconnecting. დაკავშირება. სხეულთან დაკავშირება, ეს არის იოგის. მე ორივეს ვაკეთებ პრინციპში. მეც. იოგასაც და კარდიოსაც, იმიტომ რომ ორივე მჭირდება, მოქნილობაც მჭირდება და ძალისმიერი ვარჯიშებიც მჭირდება. მე ვარჯიშობ დარბაზში, ძალისმიერი ვარჯიშებით, ვარჯიშობ ტენისს, ასევე ვცურავ და იოგას და არაფერი აღარ დარჩა. მე მგონი არაფერი, მაგრამ ხო, აი მთხოვს ორგანიზმი, რომ ესე მრავალფეროვნად ვიყო დაკავებული სპორტით და ძალიან დიდ სიამოვნებას მაძლევს თან. ტყუილად გეშინია მაშინ, ჰოლოდროპზე, რა თქვი რომ მეშინიაო, კონტროლის ამბავია, იმიტომ რომ სხეულში ისე გამოხატულად არ გექნება შენ არც დაბუჟება და არც ტკივილი. ერთადერთი რაც მაწუხებს არის ბეჭები. აი ეს ნაწილი მაწუხებს. ხო, პასუხისმგებლობები არის. ხო, ბევრი ეს არის და პასუხისმგებლობა. ხო, რაც პრინციპში დანარჩენი არაფერი არ მაწუხებს. პასუხისმგებლობების ნაწილია, როგორც წესი, ესეთი ადამიანები სხვის პასუხისმგებლობებს იღებენ თავის თავზე. ამ ტვირთის ზიდვა საკმაოდ მძიმეა და ამის გამო ბლოკი ჯდება აი ამ ადგილებში. შეიძლება იყოს საგვარეულოც? კი ბატონო, კი შეიძლება იყოს. ანუ სხეული ძალიან ბევრი ინმეს ვატარებთ, როგორც წესი. ხო. და ჰოლოდროპზე არის ხოლმე, რომ აი დედა გავაჩინე მაგალითად, რომ არის რომ შენ მე გამაჩინე, მე შენ გაგაჩინე, всё, ბარი-ბარში ვართ. ხო. და всё, თავისუფალი ვარ უკვე. არის რომ ადამიანი თავის თავს აჩენს. აქაც და აძლევს თავისუფლებას. ახალ შანსს, ასე ვთქვათ. არის რომ შეიძლება ბებია გააჩინოს. კი. ცნობიერი დაბადება. არის რომ შეიძლება ბებია გააჩინოს, თქვათ გამზრდელი ბებია ეცოდებოდა პროცესში და აიღო მასზე მშობლობა და მზრუნველობა. შესაბამისად აიყვანა ხელში. და ტვირთის განცდა აქვს რა თქმა უნდა. სხეულში ენერგია აღარ მოძრაობს, იმიტომ რომ რაღაცა ჩვენ სხეულში რაღაცა ნაწილში ბებია ცხოვრობს, რაღაცა ნაწილში დედა ცხოვრობს, რაღაცა ნაწილში. ნიშველის ჰოლოდროპული ამ ტკივილზე, როგორ ფიქრობ? კი ხო? და კიდე ერთი კითხვა მაქვს. თუ შენ მოინდომებ ამის გაშვებას, შენ თუ იგივენაირად გააგრძელებ სხვების პასუხისმგებლობების შენ თავზე აღებას, რა თქმა უნდა ვერ გიშველის. გასაგებია. მაგრამ იგრძნობ იმ მომენტში. იგრძნობ, რას იღებ, რა დოზით იღებ და შენ სხეულზე ეს როგორ მოქმედებს. და რატომ მანიფესტირდა ტკივილად. და რატომ ვიღებ საერთოდ, ხო? ესეც ხო არის. რატო გაქვს პასუხისმგებლობა? იმაზე მეტი ვიდრე უნდა ქონდეს. მესმის. და აი მოდი კონტროლიც რო ავხსნათ, რა ტიპის ადამიანებს აქვთ ეს კონტროლის სურვილი და რა ტიპის ადამიანებს ხო უჭირთ ამ კონტროლის გაშვება? მაღალი პასუხისმგებლობა ვისაც აქვს, როგორც წესი უნდა აკონტროლოს და კონტროლის მექანიზმები ბავშვობაში ვრთავთ ამას. რატომ ვრთავთ ხო? მე უნდა ვაკონტროლო პროცესი, რომ მე ვიყო კარგი, რომ ვიყო მისაღები ყველასთვის და რომ ვუყვარდე. და რომ არ ვიყო, ასე ვთქვათ, რომ არ გამრიყონ იმ სისტემიდან, სადაც ვცხოვრობ. გამოქვაბული არ ვარ გამომაგდა? კი ბატონო, კი. ანუ რაღაც მომენტში სიკვდილის შიშია? საბოლოო ჯამში? საბოლოო ჯამში თუ ღრმად ჩავყვებით კი. რომ გავფრთხნათ და მაგრამ უფრო არის რომ არ მიმიღებენ. შესაბამისად, ბავშვი ეჩვევა ამას, ესე იგი, ძალიან პატარა ასაკიდან, რომ ესე იგი მშობლების ხასიათს უნდა შეხედოს. და ისწავლოს ემოციების მართვა, რომ ესე იგი, ცუდ ხასიათზეა, ესე იგი, წყნარად უნდა ვიყო, ხმარ უნდა ამოვიღო და უკვე ვაკონტროლებ ყველაფერს. სადა რაღაც манипуляციური თვისებებიც გიყალიბდება მაგ დროს, ესე იგი, ხო? გააჩნია ვიზე ვარ მორგებული. თუ манипуляტორ ტიპზე ვარ მორგებული, არ აქვს მნიშვნელობა ეს დედა, ბებია, მამა, დიდა. თუმცა რაც უფრო ბევრ ადამიანში იზრდება, შეიძლება ერთს აკოპირებდეს, მაგრამ მაგალითი ბევრი კონდეს. და ამ მაგალითებიდან გამომდინარე, ბავშვი სწავლობს, რომ აი ამ სიტუაციაში როგორ უნდა გავბძვრე, ამ სიტუაციაში როგორ უნდა დაცულობაზეა რა ყველაფერი მოკლედ და შესაბამისად უნდა გავაკონტროლო, რომ ყველაფერი კარგად იყოს. გასაგებია. ამისთვის მაღალი კონტროლი ძირითადად გვაქვს ხოლმე, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
და ადამიანებს. ესეც მოდის ბავშვობიდან. რა თქმა უნდა. ყველაფერი მოდის ბავშვობიდან. და შესაძლებელია, რომ ესე იგი ბავშვთან თუ დავიწყე თერაპია ვიმუშავე, უფრო მარტივად მოვერიო ამ მოდუნების კონტროლის ტექნიკებიც. მექანიზმს. და ასევე ჰოლოტროპული სუნთქვაც დამეხმარება. კი, ორივე დაგეხმარება, როგორც ბავშვთან მუშაობა, ისე ჰოლოტროპი. შენ ვარჯიშებიც გეხმარება. როდესაც შენ იმდენად იღლები, რომ მეტ იმის იქით აღარ არის, კუნთები ავტომატურად იწყებენ მოდუნებას. და დაღლილობაც აკეთებს ამას, მაგრამ ცნობიერად შე რო ისწავლო მოდუნება, მედიტაციაც დაგეხმარება ამაში. TM-ს ვაკეთებდი ტრანსცენდენტულ მედიტაციას, მე დავანებე თავი და ეხლა სტუმრად ველოდები დავითს, რომელსაც ვასაუბრებ და ვიცი რომ დავუბრუნდები. ხო, ძალიან დიდი მადლობა თამუნა. ძალიან საინტერესო იყო და ნოემბერში რო გექნებათ ჰოლოტროპული სუნთქვა შემოგიერთდებით. აუცილებლად დიდი სიამოვნებით, ესე იგი გისიტერებ და მოგაქცევ ყურადღებას. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და გულწრფელად გრძნობდი, რომ ნამდვილად გაინტერესებს ეს მიმართულება. ნამდვილად ესე არის. უღრმესი მადლობა. მადლობა და წარმატებები. კარგად, ნახვამდის. ბედნიერად.